ხო? მაშინ თითქოს ყველაფერი არის კონსტიტუცია გვაქვს, არა პარლამენტი ფუნქციონირებს, წარმომადგენლობითი ორგანოა, თითქოს მთელი ქვეყნის დელეგატები არა არიან პარლამენტში, თითქოს ისინი იცავენ თავის აი იმ მხარის ინტერესებს, რომელმაც არავლინა ისინი არა ფორმალურად თითქოს ყველაფერი კარგად არის, მაგრამ პარლამენტარიზმი პაღლედან მოდის და პაღლე ლაპარაკი ანუ დისკურსი. და წარმომადგენლობითი ორგანოში პირველ რიგში წარმომადგენლობა აქ ამ დისკურსებს არა და აი დიდი საბოლოოდ არა შეჯამება და აი მე შედეგის არა ამ სერიოზული დისკურსების აი შედეგის იმპლემენტაციას ახდენს პარლამენტი არა ამას მე აკეთებენ სამინისტროები და ამ დისკურსის შედეგებს ატარებენ ქვეყანაში ანუ უყურეთ ევროპული კონსტიტუციები და დემოკრატია რა ესე ფართოდ რო ვთქვა არის ლინგვისტური ფენომენი. ეს არის რაღაცა ფენომენალურ სიმაღლეზე აყვანილი კულტურა, ესე იგი ლაპარაკის და უფლება ილაპარაკო. და მონობა არის სწორედ უტყუობა. არა? მაგალითად ცოტა მინდა კრიტიკული მუხტი შემოვიტანო ესეთი აი დააკვირდით საქმე ლაპარაკის ნაცვლად. საინტერესოა, რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება ლაპარაკი იყოს ძალიან და საქმე არ გასაგებია რა. მაგრამ მოდი დავაკვირდეთ ცოტა ღრმად რა არის ეს რა. ეს არის მაგალითად ცნობილი ვირი, მაგდანას ლურჯა. ყველგან ვიცით, ხო? საქმეს არ აკეთებს. ხო, ესე იგი წარმოვიდგინეთ თელ ოჯახს მაგდანას ლურჯა, ესე იგი რომ დაიღუპა ტრაგედია ხო იქნება რომ ესე ამაზეა აგებული ყველაფერი რა, მაგრამ უთვლად აკეთებს ხო. ეხლა ავიღოთ კამეჩები, მაგალითად ძროხები, ხო? თქვა დიდი სპილოები აფრიკაში, ხო? რამხელა საქმეს აკეთებს. არა ერთი ოჯახის, არამედ მთელი სოფლის საქმეს აკეთებს, ხო? მაგრამ ხმას არ ეხლა აფრიკელი მონები არა დილიდან საღამოს სულ საქმეში არიან ესე იგი არა მთელი რაც კი კეთდებოდა არა მარტო აფრიკაში არამედ მოამფლობელობის დროს ამერიკაში აფრიკელი მონების ხელით კეთდებოდა საქმის მას რაც აკეთებდნენ მაგრამ მონობა რა არის მონობა არის საქმის კეთება ლაპარაკის ნაცვლად ანუ ესე იგი ჩვენ თუ გვინდა რომ საქმე და ლაპარაკი ერთ მთლიანობაში მოვაქციოთ არა უნდა ვთქვათ რომ საქმე ლაპარაკთან ერთად და მეცაც გეტყვით ლაპარაკიდან გამომდინარე არა ეს გამომდინარე ეროვნული დისკურსიდან ხო გვაყიდე დრო ხო ესე იგი აი ძალიან მნიშვნელოვანი შესწორება იმიტომ რომ ეს შესწორება თუ არ შევიტანეთ სლოგანში ჩვენ ევროპელები ვერ გავხდებით იმიტომ რომ მაშინ თვითონ უყურეთ ენას აქვს არა საოცარი თვისება რომ თითქოს სწორია არა საქმის გარეშე არაფერი არ კეთდება. საქმე არის ფუნდამენტი შენების, არა, კეთების. მაგრამ საქმის უკან არის აზროვნება, ფიქრი, არა, მიზნების დასახვა. არის დისკუტირება, რომ იყოს დემოკრატიული. არა, იმიტომ რომ ჩემი საქმე შეიძლება ძალიან მავნე აღმოჩნდეს ჩემი მეზობლისთვის. არა, მე მოვიდომე ძალიან კარგი საქმის კეთება, ბალკონის გაფართოვება, მაგრამ იმას დაუგნელე სახლი. ამიტომ საჭირო არის დისკუტირება. ხო, დისკურსის გარეშე საქმის კეთება ამ შემთხვევაში, როცა ინდივიდუალურად ვაკეთებ საქმეს, მაინც წინასწარ უკვე მაქვს პროექტი, რა მინდა გავაკეთო თავში, არა, სიტყვით იწყება მაინც აზროვნებით, ფიქრით, არა, მეტყველებით და ასე შემდეგ ნებისმიერი საქმე. მაგრამ აქ სხვა ასპექტია კიდე საქმე, სოციალური, კომუნიკაციური, არა, საზოგადოებრივი, არა, საზოგადოებრივი განსჯა საქმეთა და ერთიან შეთანხმებამდე მისვლა, ხო, რომ ამ კერძო საქმეებით არ დაზიანდეს სხვა, ხო? ამიტომ ესეთი ლიბერალიზმის ფორმა, როგორც არის ეკონომიკური ლიბერალიზმი, არა, და ნეოლიბერალიზმი ძირითადად სწორედ ამ ხრით სუფთა ეკონომიკური მას ესე იგი, სწორედ ეს არის, რომ იცით ეკონომიკური ლიბერალიზმი მდგომარეობის დისკურსის განვითარება. არა, სადაც ეკონომიკის განვითარება არის დისკუტირებული და გამარჯვებული სწორედ ამ დისკურსში, არა შეჯიბრებაში. ხო? ეძლევა უფლება იყოს მისი სწორედ პროექტი იყოს იმპლემენტირებული. ხო?
ეხლა ორი სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც მინდა ვთქვა და უბრალოდ შეიძლება დრო არ დაგვრჩეს ლიბერალიზმზე ისევ არა. კარგად უნდა გაცნობიერდეს რას ნიშნავს საქართველოში ლიბერალიზმი დაგვიგდით. რა არის ლიბერალიზმის ოპოზიციური წყვილი? ეს არის კონსერვატიზმი. ხო? ამიტომ ლიბერალიზმი როცა ვლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა კონსერვატიზმთან აი ასე ვთქვათ მეორე წვილთან არა ამ კონსერვატიზმის კონტექსტთან განვიხილოთ, იმიტომ რომ ეს არის ფარდობითი ცნება. არსებობს აბსოლუტური ლიბერალიზმი არა, ისევე როგორც არ შეიძლება იყოს უმდაბლესი ადამიანი, თუმცა ეხლა კი ნახეს ვიღაც ძალიან დაბალი არა, თითქოს მსოფლიო ჩემპიონი გახდა სიმდაბლეში, მაგრამ სიმდაბლე პირობითი ცნებებია. ეს არ არის აბსოლუტური კატეგორიები არა, ასევე ლიბერალიზმი და კონსერვატიზმის პირობითი ცნებებია, ხო? ისევე როგორც მემარცხენეობა, მემარჯვენეობა და ცენტრისტობა არის პირობითი ცნებები. ამიტომ რა კონკრეტულ კონტექსტთან გვაქვს საქმე არა, ისე ტრანსფორმაციას იღებს მემარცხენეობა, მემარჯვენეობა და ცენტრისტობა, ხო? იმიტომ რომ ეს სამივე ელემენტი არა არის დისკურსის ენის შიდა ფორმა, არა ნებისმიერი განვითარებული დისკურსი იღებს მემარცხენე, ცენტრისტულ და მემარჯვენე ხასიათს. შიგნით არა, ასე ტრანსფორმირდება. ეხლა რა არის ჩვენთან ლიბერალიზმი? აი კატეგორიულად მინდა ვთქვა, რომ ლიბერალიზმის ცნება საქართველოში არის აბსოლუტურად განსხვავებული. და საიდან გამომდინარე? ქართულად რო თარგმნით, იმ წუთში ნათელი ხდება, რასთან გვაქვს საქმე. ლიბერალიზმი არის თავისუფლება. ლიბერალიზმი არის დამოუკიდებლობა. არა ამიტომ ეროვნული მოძრაობა და დღევანდელი ქართული ლიბერალიზმი არის მოძრაობა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის და თავისუფლებისათვის. და რა არის კონსერვატიზმი საქართველოში? რეალ კონსერვატიზმი. ხო? ეს არის არა ტრადიციების შენარჩუნება, არამედ საბჭოთა კავშირის შენარჩუნება, იმიტომ რომ სხვა კონსერვატიზმი ჩვენ არ აქვს. გესმით ხო? ამიტომ უყურეთ როგორ ტრანსფორმირდება ლიბერალიზმის და კონსერვატიზმის დისკურსი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. როგორც დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა ლიბერალიზმი, სხვა ლიბერალიზმი არ არსებობს და ესე იგი დაძლევა საბჭოთა ინერციის და საბჭოთა კავშირში შებრუნების ტენდენციის, რომელიც არის კონსერვატიზმი. ესმით ხო? ეხლა ვნახოთ რა იყო საბჭოთა კულტურა. არა საბჭოთა დროს ვიცით რომ იყო კინო, ვიცით რომ იყო მხატვრობა, ვიცით რომ იყო დიდი ბალეტი და იქ სულ კვდებოდა მუდამ ესე იგი გედი, არა გაუთავებლად და შავი და თეთრი გედები და რაღაც დიდი ის იყო რა ქვია ტრაგედია, არა ესე იგი რა იყო, იცით რა, მაინც როგორ არის, ძალიან ნიჭიერი ხალხი იყო საბჭოთა დროს, არა, პოეზიაც იყო, ლიტერატურაც იყო, კინემატოგრაფიც იყო, ბალეტიც იყო, არა, არქიტექტურა იყო შედევრები, ვერ იტყვი რომ, მაგრამ დააკვირდით, ნამდვილი ხელოვნება საბჭოთა დროს იყო ის, რომელიც უპირისპირდებოდა საბჭოთა ანტიჰუმანიზმს, არა, რომელიც იყო კრიტიკული უაღრესად, ხო, რომელიც ლიბერალური იყო, არა, ესე იგი ის რომელიც თავისუფლებას ქადაგებდა და თავისუფლებისკენ მაგალითად აი ცნობილი ბარდები რუსი, ხო? რომელიც ფრანგული თქვა შანსონის რაღაც მაგვარი კულტურა იყო, არა, რომლებიც მღეროდნენ თავისუფლებას. ხო? ის ნაკლებად პოლიტიზირებული იყო, არ იყო სიტყვები დემოკრატია, სიტყვები თქვა რაღაც კონსტიტუცია, ესე სიტყვები არ იყო, მაგრამ სული იყო დამოუკიდებლობის, სულის გვეტები, ხო? ანუ დააკვირდით იგივე ლიტერატურაში, თქვა არა, დიდი საბჭოთა პოეტები ან მწერლები არა, ყველა იბრძოდა, თქვა აი ამ ესე ისინი ებრძოდნენ საბჭოთა სისტემას. ეხლა საქართველოში ვიმეორებ ძალიან საბჭოთა მანქანა როგორ მუშაობს ამ კონტექსტში ორი სიტყვით ვიტყვი რომ მოვასწროთ, ხო? ესე იგი ლიბერალიზმი და კონსერვატიზმი, ანუ დამოუკიდებლობის კულტურა, დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა, თავისუფლებისაკენ სწრაფვა და საბჭოთა ტენდენცია კონსერვატიზმი. ვიმეორებ, სხვა კონსერვატიზმი არ არსებობს საქართველოში. ეხლა როგორ შეიძლება შევებრძოლოთ ამას, ხო? როგორ დავამახინჯოთ ენა? საბჭოთა ენა ხო, ასე ვთქვათ, არა რუსული ენა, არა ქართული, არა საბჭოთა ენა არის დამახინჯების სამყაროს მახინჯი რუკების შედგენის ენა, რა, რომ ყველაფერი უნდა იყოს მახინჯი.
რა. როგორ ხდება დამახინჯება ლიბერალიზმის და კონსერვატიზმის? ძალიან მარტივად. ამას ქვია ფაქტიურად კონტექსტის და მნიშვნელობის რეფრეიმინგი, არა, რომელსაც აკეთებს საბჭოთა ენა. კერძოდ ლიბერალიზმის სიტყვა და კონსერვატიზმის სიტყვა, ანუ ცნებები, ხო, როგორ ამახინჯებს ამ სიტყვებს. გადმოაქვს ევროპიდან ესე იგი ევროპული რუკა დისკურსის, რუკა და ტერიტორია სხვა რაღაცები არის რა. ევროპისთვის ეს ორგანული დისკურსია, ეს არის ტერიტორია დისკურსის, არა, კამათის ნამდვილი ცოცხალი ეგზისტენციური ტერიტორია და ის თემები, რომელიც იქ აქტუალურია და მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ლიბერალიზმი არ მოკვდეს, ხო, ტენდენცია და კონსერვატიზმი ევროპისთვის სრულიად სხვა რამ არის, ვიდრე ჩვენთვის, ხო, გასაგებია. ამიტომ იქაური ევროპული კონსერვატიზმი ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია, იმიტომ რომ იმის უკან უზარმაზარი კულტურა დგას. და ჩვენი კონსერვატიზმის უკან საბჭოთა კავშირი დგას, მეტი არაფერი, ხო? როგორ ხდება? ესე იგი, მაგალითად გადმოგვაქვს ევროპული ვიმეორებ დისკურსის რუკა, რომელიც ევროპულ არა ღირებულებებს და თემებს დისკუტირებისას შლის ჩვენ რუკაზე დამახინჯებულად. მაგალითად სექსუალური უმცირესობების უფლებები ევროპაში. და კითხვა დამესვა, აგვისტოში იყო ძალიან რაღაცა. კი, ევროპისთვის ეს არის მნიშვნელოვანი დისკურსი. არა, იქ გამოიღება კონსერვატული მიდგომა, არა კონსერვატორული თქვა, გამოიღება ლიბერალური მიდგომა, არა ორივეს უაღრესად მნიშვნელოვანი. დაკავშირებით ევროკავშირმა მიიღო კანონი. დიახ, კანონი სწორედ ამ დისკურსის შედეგია. ხო? ეხლა ჩვენ რო ეს გადმოგვაქვს, უყურეთ რა პარადოქსალური დამახინჯება გამოდის, დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვას ჰომოსექსუალისტები, ესე იგი, ჰომოსექსუალიზმია. და ტრადიცია, არა, ესე იგი, აღიქმება, რა თქმა უნდა, ვიმეორებ, ეს არის ელემენტარული ხერხი, რომელსაც ქვია კონტექსტის რეფრეიმინგი, არა, სიტყვიერი. ძალიან ცნობილი ხერხი, ხო? ესე იგი, ლინგვისტური ხერხი. ვიღებთ, ну, მაგალითად, სოციალური ლიბერალიზმია, რა თქვა ევროპული, რომ აი ხა დიდი გამოსვლებია საფრანგეთში, არა, პენსიებთან დაკავშირებით და საპენსიო ასაკთან დაკავშირებით, არა. ეს გადმოგვაქვს ჩვენ და რა გამოდის, უყურეთ, რომ ესე იგი, დამოუკიდებლობისაგან სწრაფვის ტენდენცია, როგორც ლიბერალიზმი და საპენსიო ასაკი, არა. ეს არანაირად არ არის, ასე ვთქვათ, ერთმანეთთან შეჯერებული. ხო, იმიტომ რომ სხვადასხვა სრულიად სამყაროებია. ესმით, ხო? ეხლა კონსერვატიზმის, არა კონსერვატორული ტენდენცია, რომელიც აი ამ ულტრალიბერალიზმ, თუნდაც ევროპულს ებრძვის, არის რა იქ